მოდი უცებ გასწავლი, როდის რომელი მაგნიუმი გამოიყენო. ნახე, თუ გაწუხებს შეკრულობა, სჯობს გამოიყენო მაგნიუმის ციტრატი. ციტრატი აკავებს ნაწლავებში სითხეს და ასე ამცირებს შეკრულობის ხარისხს. თუ გაწუხებს თქვა კუჭის ტკივილი და პლუს შეკრულობა, მაშინ სჯობს გამოიყენო მაგნიუმის ოქსიდი. ის აქვე ითებს კუჭში მსჯავრიანობას და ასე ხსნის ეპისტალგიას, ანუ კუჭის ტკივილს. მაგრამ თუ გაქვს მაგნიუმის ნაკლებობა და გაწუხებს კუნთების სპაზმიც, მაშინ ეს ორი არ გამოგადგება, სჯობს გამოიყენო ან მაგნიუმის ქლორიდი, ან თუ თქვა ძალიან გრძნობიარე კუჭი ნაწლავები გაქვს, მაშინ მაგნიუმის ლაქტატი. ეს ორი კარგად შეიწოვება და მაგნიუმის რაოდენობას კარგადაც შეგივსებს. თუ თქვა გაქვს დასწავლის პრობლემა, მეხსიერების გაუარესება, მაშინ სჯობს რაღაც ისეთი გამოიყენო, რაც ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და თავის ტვინზე მოქმედებს. ასეთი შეიძლება იყოს მაგნიუმის თრეონატი. მაგრამ თუ თქვა გაქვს შფოთვა, მიდრეკილება, სტრესული ცხოვრებისგან კიდე რაღაც დამამშვიდებელი მოქმედების მაგნიუმი, მაშინ სჯობს გამოიყენო მაგნიუმის გლიცინატი. გლიცინი ამინომჟავა, რომელიც თავის ტვინს ამშვიდებს.